ყველაზე მეტად საინტერესო არის მათ შორის პოზიციები იმ ადამიანების, რომლებიც ზედა პოლიტიკური სიფრთხიდან კი არ უყურებენ, არამედ ველზე ყოველდღიური განწყობების შექმნის და არეკლის მონაწილეები არიან. თავად რუსთაველზე, როცა ასე ინტენსიურად გააქვთ ურთიერთობა კავშირები, არის ხედავენ ამის აუცილებლობას, რომ რაღაცეები გადასახედი არის. ნუ ბოლოს და ბოლოს ყოველდღიურად ახლა უკვე შეგვიძლია თქვა ათეულობით აქტიური ადამიანი აკლდება რიგებს ამ ადამიანებისა. ხედავთ, რომ მათი ჩამნაცვლებლების რაოდენობა პროპორციულად იზრდება, თუ ამ გამკაცრებულმა დრაკონულმა კანონმდებლობამ, შემაკავებელი ფაქტორების არარსებობამ, რაღაც ფანჯარამ, რომელიც გაჩნდა 4 ოქტომბრის წარუმატებელი პროექტის შემდეგ, გააჩინა სიტუაცია, როდესაც პირიქით ეს შიში მუშაობს. მოგესალმებით პირველ რიგში, ძალიან უცნაური გახდა რუსთაველზე გასვლა ამ ადამიანებს, რომელსაც 10 თვეში ადამიანები, რა ვიცი, შეიძლება ოჯახდებიან ხოლმე და რა ვიცი, ახალი სიცოცხლე იქნება 10 თვეში და ამ ადამიანებს ხვდები და არ იცი, შეიძლება დააკავონ ერთ საათში მეორე დილით და რამდენი ხანი ვეღარ ნახო და შეიძლება შენ დაგაკავონ. რაღაც ძალიან დაძაბული დრამატული მომენტი გახდა. ნუ თანმიმდევრული, ანუ კი ჩვენ ბრაზდებით, ცოფდებით, მაგრამ 4 ოქტომბერს როგორც ანუ ესენი ხო ეგრე ზემოდან გვიყურებენ, ესენი ხო დიდი ძალა, უზარმაზარი ძალა, ესენი ხო ყოვლის შემძლეები არიან და ამათ 4 ოქტომბერი ხო დაგვიგეგმეს თვითონ ესე ხო გაირკვა საბოლოოდ, რომ თვითონ დაგეგმეს ეს 4 ოქტომბერი დიდი ნაწილი. ვიღაცების ანუ მოტყუებით ასე ისე რაღაცებით და საბოლოოდ მოიფიქრეს 4 ოქტომბერს ხალხი შეშინდება და 5-6-დან უკვე თუ გახსოვთ კობახიძემ გაგრძელებად გამოაცხადა 4 ოქტომბრის გაგრძელებად 5-6-ის ამბები და ხალხი მაინც არ გაჩერდა და ეს რაც უფრო დიდია ეგო და რაც უფრო მაღლიდან დაეცემა მithom მეტად ურტყამს და ახლა იგონებს ეს კაცი როცა ესეთლის ის ჩვენ საერთოდ კი არ უყურებს ეს კოდსი თulis რომ მე მუშაობ ამ კანონებს ვიგონებ და ამან უნდა იმუშაოს რატო ხო ხედავ დადიოდით მე მართლა 600 კაცი ხო არ იყავით მარტის აქციებზე და კანონის აქციებზე ხო გიყურებდით რომ 200.000 იყავით და ხო შევიდა ეს 180.000 სახში და ხო 20.000-დან 10.000 ხო დაგიჭირეთ და 5.000 ხო რა ვიცი დაგაშინეთ და ის 5 რატო აღარ გაჩერდით თქვენ 5-იც ესე უყურებს რა და რა ადამიანია ისიც რა იმასაც რა ვიცი ასლოკინებს ხოლმე ჩაულებრივად რაღაცას რო შეჭამს და რა ვიცი ჩაულებრივი ადამიანები არიან რომელსაც ძალაუფლების დაკარგვისაც ეშინიან და ყველა ჩაულებრივი შიში აქვს და შესაბამისად იმ იმედგაცრუებასაც ისე განიცდიან რომ რატო არ ჩერდებით ჭკუიდან გადადიან კაცო ანუ ხო იციან დაგეგმილი აქვს გაწერილი აქვს აფიქრი აქვს იღებენ ამ ინსტრუქციებსაც და არ ჩერდება ეს ხალხი შესაბამისად იმ დღესაც მიიღო ეგ ფიქრები მეც ვიფიქრე რომ პატიმრებსაც ჩაულებრივად აუხსნით რუსთაველი თუ აღარ გადაიკეტება და ჩაულებრივად გაიგებენ ის რაღაც ზაფხულის პერიოდი არ არის რომ მართლა ტელევიზორებში ეს ავტომატურად პროტესტის გაჩერებას არ ნიშნავს ეს ისეს დაუშვებელია და ალბათ პირველ რიგში ის არის სათქმელი რომ სანამ ეს ალტერნატიული ფორმები არ იქნება არტიკულირებული ჯერ მოფიქრებული ჩამოყალიბებული შეთანხმებული უმრავლესობა არ დაუჭერს მხარს და არ გახდება ავთენტური ასე ვთქვათ მანამდე ალბათ რუსთაველის გადაკეტვის აუცილებლობა დღის ეს რიგში იქნება შენარჩუნებული როგორც პროტესტის გამოხატვის ყველაზე მკაფიო ფორმა დღევანდელი საქართველოს